ყველა კლავს სიგარეტი მავნებელი ამ ფრაზას ხშირად წაიკითხავ და გაიგებ, თუმცა საქართველოში მწვერვალთა რიცხვი არ მცირდება, პირიქით, ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. დასავლეთსა და ზოგადად ევროპასა და ამერიკაში ახალი მოდური ტენდენციაა სიგარეტზე თავის დანებება, ახლა მოდაში შემოვიდა. რატომ არ ანებებენ ან ვერ ანებებენ ქართველები მოწევას თავს, ვინც ეწევა და ვინც მოწევას თავი დაანება. დღეს ყველა ერთად ერთ სტუდიაში და იმედია საინტერესო დისკუსია გამოვა. მივესალმებით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთით. ლევან სუხიტაშვილი, მსახიობი აქტიური მწვევარი. ლევან, შენ ცხოვრებაში სიგარეტი არის ყოველდღიური თამდები პროცესი, თუ ეწევი მაშინ როცა ამის სურვილი გიჩნდება და არა ყოველდღე? რაში მინდა უთხრა რომ ძალიან ცუდი ჩვევა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც ვიცი ეგა. რაც ჩემში არსებობს. ამის გამო ყოველდღიურად რა თქმა უნდა ძალიან აქტიური მოხდა. რამდენი კოლოფი გჭირდება? ამაზე სხვადასხვა მინდა გითხრათ ძალიან განვიცდი რომ ვეწევ. კოლოფ ნახევარი ალბათ საშუალო. ორ კოლოფ ნახევარი. უკაცრავად. ნაშრამდე. შენამდე მოვალ ალბათ. გინდა და ლევანს, გინდა ახლა სიგარეტისთვის თავის დანება? კი, რა თქმა უნდა, მიცდია კიდევაც, მაგრამ და რატომ ვერ ახლა? ეს იმიტომ კი რა, ვიღაცების მცხენია და რაღაც მოდას აუყურებ. უბრალოდ ჩემთვის მინდა. შეიძლება შეკითხვა დაუსვა. ლევან, აი პირველ სიგარეტს როდის ეწევი? აი გაგვიძები და რამდენ ხანში? ან გაგვიძებ 1 საათში. სანამ ყავას არ მივაგნებს არ. ესე იგი, ნუ 1 საათი არის, ესე იგი. მე ვეწევოდი ზუსტად 10 წუთში გაგვიძებიდან. ესე იგი, გაგვიძები და 1 საათში ეს ითვლება, რომ მაგას მამცი. არის ძალიან ესეთი მწვეველი როგორც რა, აი ბოროტი მწვეველი ესე ფრჩხილებში რო. მე ვიყავი ბოროტი მწვეველი, მაგრამ რას ბოროტი მწვეველი? ყოველ წელიწადს აი სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით თამბაქოს წევით გამოწვეული ლეტალობა, სიკვდილიანობა არის წელიწადში 5 მილიონი. 5 მილიონი რა მარტო სიგარეტით მოკვდა, იქ ვიღაცას კუჭი ატკივდა, ვიღაცას ყელი ატკივდა, ვიღაცამ თუმცა ეს ყველაფერი თამბაქოს მოწევისაგან გამოწვეულია რომ მაინდა-მაინც სიგარეტმა მოყვა, იქ ცუდმა ჰაერმა და როგორ დაამშვიდეთ ეს 5 მილიონი ეს ლეტალობა რომელიც არის, მაგრამ ამის გარდა ხო აი მაგალითად შევეკითხოთ, აი რამდენი წლის ახლა? მაგით ვერ შეაშინებ რა, რომ 5 მოკვდა და შენ. ესე იგი, სადღაც 15 წელი კიდე 10-15 წელიწად შეიძლება შენ მოხვიდე უკვე ექიმთან, რა ქვია და რითიც რომ აი 100 მეტრის გავლის მერე ქოშინი კონდეს, ყველა კონდეს. შეიძლება მე 40 წლის ხვდები აი ეს დღე-დღეზე. მე მაგაკეთებული სრული გამოკვლევა. მაქვს ფილტვები, როგორც არამწვეველი ადამიანის. სიზღზარღვები მე არ მაწუხებს. სრული გამოკვლევა რა, გარეგანის სუთქვა გამოკვლეული რა. ყველაფერი გამოკვლეული მაქვს თავიდან ბოლომდე. და უბრალოდ არ დაიჯერეს მათ, რომ მე 13 წლიდან ვეწეოდი. მე ვეწეოდი, ბოროტი მწვეველი ვიყავი, როგორც თქვენ ამბობთ. გაგვიძებიან. მაგალითად ეს არ არის კანონზომიერება. მე არ მქონდა პირდაპირ. ეს არ არის კანონზომიერება. არა, ძალიან ცუდი ფაქტია, მაშინოთ რომ თქვენ აუცილებლად მოგდებით სიგარეტი. მე უბრალოდ ვთვლი, ეს არის ცუდი ტონი, ეს არის ცუდი სუნი, ეს არის ცუდი ჩვევა. ყვითელი კბილები. აუცილებლად მოგდები. რაც ყველაზე ცუდია. არა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ესეთნაირად არის, მაგრამ არ არის ვინც კი ეწევა რომ ყველა 100%-იანი გარდა ასე თუ ისე ყველანი გარდავიცვლებით და 100 წლის მერე და ესე. მე უბრალოდ არ მინდა რომ აქ არის საუბარი იმაზე, ინვალიდი როდის გახდები შენ? ინვალიდი გახდები შენ 80 წლის ასაკში, 60 წლის ასაკში თუ 40 წლის რო გახდები და ჩემთან პაციენტებს რას ნიშნავს ინვალიდი? ანუ ყველაზე ხშირად მწვეველების ქრონიკული დაავადება. მწველების ძირითადი ერთ-ერთი დაავადება ეს არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც მეტად მძიმე დაავადება არის და ეს არის თავისი სიკვდილიანობით 40 წლის ზემოთ ასაკის პოპულაციაში არის სადღაც მე-4-მე-5 ადგილზე, მაგრამ აი ესეთი პროგრესირებით რომ წავიდეს, სადღაც 10-15 წელიწადში მეორე-მესამე ადგილზე იქნება და ეს არის ერთადერთი დაავადება, რომელიც პროგრესირება მატულობს და მისი ძირითადად ერთ-ერთი გამომწვევი, აი რომელიც რისკის ფაქტორი, ეს არის თამბაქოს მოწევა. თუმცა ამასთან ერთად არის გულსიხსძარღვთა დაავადებები, რომელსაც რა თქმა უნდა, ესე იგი მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ თამბაქოს კვამლი, ესე იგი თამბაქოს ერთ შესუნთქულ კვამლში არის 4000 სხვადასხვა 4000 სხვადასხვა მავნე მინარევი. გარდა ამისა, აი მწვის ზონა სიგარეტის, სადაც არის, იქ დაახლოებით 900 გრადუსი არის ტემპერატურა. პლუს ამის გარდა ამას აქვს როგორც მყარი ასეთი გაზური შემადგენლობა და თავისუფალი რადიკალები 10-15 ხარისხში, 10-19 ხარისხში და ალულალუ კაპილარული მემბრანის საშუალებით ხაერი ხო შემოდის ბრონქებში, მერე გადადის ალუულებში, მერე ხდება სისხლში და არტერიული სისხლის მეშვეობით ეს ტოქსინები, მავნე ტოქსინები ხდებიან მთლიანად ყველა ორგანოებში და რა თქმა უნდა აზიანებენ
პირველ რიგში ეს არის 100%-ით აზიანებენ თუ გააჩნია ადამიანის ორგანიზმს, როგორც ნანიკოს შემთხვევაშია, მაგალითად ჯერ სიგარეტმა ზიანები მიაყენა. პრაქტიკულად შეიძლება ნანიკოს ეხლა პრობლემა არ ქონდეს რესპირატორული სასუნთქი სისტემის ხო, მაგრამ გულსის ზახსა სისტემის ხო. ერთ მანქანას ვარ თქვით, მაგრამ რაღაც სხვა ისეთი პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ გააჩნია მით უმეტეს აი ქალი არის ხო, აი ქალებზეც ესეთი სტატისტიკა არის, რომ ქალებში ნაკლები სიგარეტის რაოდენობის მოწევა უფრო და იგივე რაოდენობის მამაკაცთან ქალებში უფრო მეტ პათოლოგიას იწვევს ვიდრე ანუ უფრო სარისკოა ქალებში სიგარეტის მოწევა უფრო სარისკოა ამბობენ სპეციალისტები. ნება შე რატო დაიწყე მოწევა? მე არ დამიწყე, მე უბრალოდ ვეწევი სიგარეტს კვირაში ერთხელ მაქსიმუმ რა და სიგარეტთან ძალიან ცუდად ვარ. ამას აღნიშნავ ხოლმე თუ. რა არის? რამეს აღნიშნავ თუ კვირაში რიტუალია თუ არა, ნუ აი კვირაში ერთხელ მაქსიმუმ შეიძლება ისიც მოუწიო რა, ნუ თავიდან პირველად რისთვის გასიჯე სიგარეტს იყო ინტერესი თუ ეს იყო უბრალოდ მოდარმოსაც აკეთე? არა, ინტერესი იყო, მაინტერესებდა და მე მომეწონა და რაღაც როცა ვსვა. ხო, სიგარეტს ნაპას ხო არ არის? არა, უბრალოდ სიგარეტს ნაპას არ არის ყავდა. სიგარეტი მე თუ ძალიან მაწუხე, პირადად ჩემ მანქანაში აკრძალული მაქვს, რომ არავინ არ და არც აფეთქლეში არ აფეთქლებ. და აი ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს, მე რომ დღესდღეობით საქართველოს სადმე რო შედიხარ, გამოდიხარ, აი ერთგან რო შეხო, მეორედგან აღარ შეგიძლია გადაინაცვლოთ, რომ რაც გაცვია, აი ყროლს პირდაპირ ამ სპეციალობით სიგარეტის სუნით რა, ანუ ძალიან საქართველოს სიგარეტისათვის თავის დანებება პრობლემა არის, იმიტომ რომ გარემოც არ გიწყობს ხელს. ძალიან ხშირია სიტუაცია, როდესაც შეხვალ რომელიმე დაწესებულებაში და იქ საერთოდ არ არსებობს არა, მეცაც გეტყვი, ხო იცი რა მოიგონეს ახლა რაღაცა კანონი გამოვიდა, ჯარიმები არის. ასე ერთი პატარა სივრცეა და გაყოფილია 30% არის არამწეველების, ანუ არც კედელი ყობს, არც ფანჯარა არის, არც ფარდაკიდია. უბრალოდ ამ მაგიდაზე სხედან არამწეველები და ზუსტად ასე გვერდზე გიზნიან მწეველები. კანონს იცავ, მაგრამ ამით რას აკეთებ, არც არა. იცი რა არის კიდე ცუდი, რომ მე საზღვარგარეთ სადაც მინახია მაგალითად, ხო, ანუ არსად არ მაწუხებს ძალიან ბევრ ადგილას ის კვამლი, რომელსაც სხვა ჩემ გვერდზე მწეველი ეწევა, იმიტომ რომ იქ არის გამწოვების სისტემა ძალიან კეთილი. საქართველოში ეს არ არსებობს. აბსოლუტურად არსად არ არის. მე გავარკვევთ, რამდენად იცავენ საქართველოში კანონს. ბატონ გიორგი მაღრაძესთან მინდა გადავიდე კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ზოგადად თამბაქოს ეფრისის მთელს ქვეყანაში. ბატონ გიორგი, რამდენად არის საქართველოში დაცული კანონი მაშინ, როდესაც ადამიანს სურს არ ეწევა და რეალურად შედის კაფეში ან დაწესებულებაში, სადაც ყველანი ეწევა და დიდი კვამლი დგას ამას გარშემო. დიახ, ძალიან დიდი პრობლემა არის ეს. მართალია კანონით, როგორც აღინიშნა, არის აკრძალული 50% უნდა იყოს გამოყოფილი კვების ობიექტებში არამწეველთათვის. ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სასწავლო დაწესებულებებში სრულიად აკრძალულია. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ არ არის ადმინისტრირება კანონის და სამწუხაროდ გარკვეული ანუ აკრძალული არის, თუმცა ამის გამო სანქციები არ არის. სანქცია არ არის. აი შევადარებდი ღვედების საკითხს ზუსტად, რომ აი ესეც იყო აკრძალული კანონით, მაგრამ სანამ არ ხდებოდა ადმინისტრირება ამ საკითხის, არავინ არ იკეთებდა ღვედს, მაგრამ როდესაც კი დაიწყეს უკვე იმაზე ფიქრი და სერიოზულად წავიდა ადმინისტრირება ამ საკითხის, რომ აუცილებლად ყველამ უნდა გაიკეთოს ღვედი თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჯარიმდება, ყველამ გაიკეთა. ვინ უნდა მოახდინოს თქვენი აზრით ადმინისტრირება, ანუ ვინ უნდა შეამოწმოს კაფე იქ არის თუ არა დაცული არამწეველთა უფლებები? ეს შესაძლებელია, რომ გაიწეროს სათანადო ორგანოებში, მაგალითად ლიცენზირების ორგანოებში, რომელსაც ეხება. იგივე სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებით ყველას გააჩნია თავისი ლიცენზირების ორგანო. აგრეთვე ვინც არ ეწევა, იმისი უფლება ირღვევა, როდესაც შეეწევა. რო აი მე მას არ სურს უთქოს კვამლი. თქვენ არა ჯანსაღ კვამს ჩვენ ვთქვათ არამწეველი. ანუ ორივეს უფლება უნდა იყოს დაცული, როგორც მწეველი. გასაგებია ხო, მაგრამ ყველა ადამიანი ვეწევი, რა ვქნა, ძალიან მე არ ვეწევი და რა ვქნა. რა უნდა გააკეთო ეგეთ შემთხვევაში შედიხარ თქვათ რაღაცა ორგანიზაციაში ან დაწესებულებაში თბილისში საქართველოს მასშტაბით ყველგან ეგეთი სიტუაცია მე ვარ არამწეველი ელემენტარულად რომ გამოვდივარ დილით ქუჩაში მსიავნებს ის უფთა რომელსაც სუნთქავ ხო გვერდით გამოდის ვიღაცა ეწევა ნუ ამეთი ნუ კარგი ქუჩაში ვერავის ვერ დაუშლი მაგრამ შენობაში რომ შედიხარ სანამ შენ ოთახამდე მიაღწევ უკვე სიგარეტის სუნთქავ გაძღენთილი მეც ბევრი რამე არ მსიამოვნებს მაგრამ წეველი ყვირი რატო არა მაგრამ მე რა გავაკეთე
უბრალოდ მე ვფიქრობ, წესი უნდა იყოს შემოღებული, გარეთ უნდა მოწიო. სიტყვაზე უშნო ქალის დანახვა, ანუ ვიღაცა რაღაცა და სუნი სუნი შენ უბრალოდ ყველა ადამიანის შენ ორგანული ხო არ ზიანდება თქო რა. ყველა ადამიანის ფუნდამენტალური უფლება არის, რომ იცხოვროს ჯანსაღ გარემოში. წეველს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება მოწიოს, მაგრამ ისე, რომ არ მიაყენოს ჩემს ფუნდამენტალურ უფლებას, როგორც არამწეველისას, ეს ზიანი და არ ზიანის მიყენებაში რა იგულისხმება? ზიანის მიყენებაში იგულისხმება ის, რომ სულთქავ, ესე იგი, თამაქოს კვამს, კუპრს, ხუთავაერს და 1000 სხვადასხვა აი არა, ვიცი, მე ვფიქრობ რაღაც ცოტა ხანი და ვიცი რა საშინელება. აი ზუსტად ძალიან საშინელება. არის ჩვენ ვეღარ დავამთავრეთ საშინელება. პასიური მწეველი. არ ვეწევი. აი ეწევი და მე პასიური მწეველი. იგივე სტატისტიკა რომ პასიური არა მეორადი კვამლისაგან წელიწადში იგივე ისევ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 600,000 ადამიანის ლეტალობა ხდება სიკვდილიანობა. ადამიანის ცხოვრებაში დგება ყოველთვის ეტაპი, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას დაანებოს თუ არა მოწევას თავი. ასევე იყო დათოლომიძის შემთხვევაში, როდესაც შეწუხდა ბოლოს ამ ინტენსიური წევის შედეგად და დაანება თავი ამ ყველაფერს. გაგიჩნდა შევწუხდი და დავანები, მე ისევ დავიცხე, მე ისევ დავანები, მაგრამ პერიოდები მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი იმისთვის, რომ მე მიხვდარიყავი თუ რატოა ცუდი ან რატო არის. რატოა ცუდი? დათო, შენ ხარ მომღერალი, რეალურად შენ საქმიანობაში ხელი შეგიშალათ ამბობ? კი, შემიშალა. აი ვიღლებოდი, სცენაზე ვიღლებოდი. სუნთქვა მეკარგებოდა, ეგრევე დეტონაციები, ეგრევე რაღაც ყიყლი იყო, კოშმარი იყო რა, ანუ მე არ ვიყავი რა და თან პლუს მინდა თბილი სიბერე და ჯამთელი მინდა. ანუ შენ დარწმუნდი რომ ეს არა ეს ძალიან ბევრისგან გამიგე, ვინც დაანება თავი რა, უგრძნიან რომ აუ რა კარგათა ვარ და ამოვისუნთქე და ადამიანთან ვიცი გემო აქვს სხვა ეხლა მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს კიბეზე მე მე-13 სართულზე არ ვბივარ ეს ეგრე. მე ეხლა ვარ მასე და ერთი წუთით სიგარეტის მოწევის თავის განებებას მოაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დროებითია, არა მარტო ეს ყველაფერი დროებითია, თუ ეს გადალახე და ამ პრობლემას მოერიე, მე ალბათ ყველაფერი ბევრად კარგია. რა პრობლემები? ეხლა გეტყვი რა პრობლემები. მე ამ პრობლემას წავაწყდი რამოდენიმეჯერ ჩემს ცხოვრებაში. ერთი რომ ჩემი სისხლი უჯრედი, კანით, მისღერი, ყველაფერი გაჟღენთილია ამ კუპრით და ნიკოტინით. ანუ ჩემი ორგანიზმი ამით ცხოვრობს. უცებ ერთჩვენიერ დღეს გამოეცალა ეს ნიკოტინი, გამოეცალა ეს კუპრი და ცოტა ვერ მიხვდა რა ჭირს ორგანიზმს. ვერ გეტყვით რა იყო ეს დისკომფორტი, კბილები მქონდა და ხრძილები, ვერ მივხვდი რა მაქვს. წავედი გამოკლებაზე, ნუ ვერაფერი ორგანული ვერ დამიდგინეს და ბოლოს ამ ბევრი ანალიზის მერე სტომატოლოგმა ვკითხა, რომ სიგარეტს ხوارდიანები თავი, კი მეთქი და აი ეს არისო. შენო ეხლა ერთი თვე ნახევარიო რაღაცაერთო ეს გადალახე გაგივლისო. აბსოლუტურად ჩამიწყდა ხმა დღის შოუში თუ გახსოვს, აი ესე ვიჭები ეთერში. იმიტომ რომ ჩემი ხორხიც გადაილია, მას ჰქონდა აი ეს ნიკოტინი ისე განცალკევი. თვე ნახევარი, ორი თვე ეს არის აბსისტენციის მომენტი. ორი კი გავიარე ძალიან ძიმე პერიოდი. ეს ორი თვე უყვარდება ნიკოტინი. სპეციალური რეცეპტი ნანიკო ხაზარაძის კარგო გადავაგოროთ ეს ორი თვე. აი ეს ორი თვე ოღონდ ამან არ უნდა მიგითითოს რომ ეხა ჩქარა ნიკოტინი დაამატე ხმა მოგივა კბილები გაგივლის იმ წუთასვე მოვიმატე 6 კილო ანუ 1 კვირის თავზე მე ვიყავი სუქანი ადამიანი იმიტომ რომ სიგარეტი რო გამომეცალა ჩავანაცვლე საჭმელი ეხლა როგორ მშვენიერ ფორმაში ხარ ვიწვალე და ვიშრობ მე კამფეტი რაღაცას აღსანიშნავია სიგარეტის ცხოვრებაში არაფერი არ მოდის ამიტომ მაგისტროსაც სიგარეტს თავს ანებებენ აი ექიმები დამეთანხმებიან ეს პროცესი 1 და 2 თვე არ გრძელდება ეს წლები ჭირდება ამას რომ ეს ორგანიზმი მთლიანად გაიწმინდოს ესე არ არის მე ვთქვა დავანებები შესაძლებელი აი გავიდეს 4 წელი 3 წელი და იმდენად ეს მომენტი არის რომ შეიძლება რომ მოწიოს ისევ დაუბრუნდეს მოწევა არის რომლებიც ერთხელ ორჯერ სამჯერ და ხოლო ოსკარ უაილდს თქვა ყველაზე ადვილია სიგარეტის დაანებება იმიტომ რომ 1000 ჯერ დავანებე თავია ძალიან ადვილია დაანებება მაგრამ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მერე შენერგია თუმცა საქართველოში არის ახლა დაწყება სიგარეტის მოწევა მოდური თუმცა დასავლეთსა და ევროპაში როდესაც ნახავ იქ სიგარეტის დაანებება არის აღარ არის მოდური ეს მე მგონი რომ აქაც შემოდის ეს ტენდენცია საქართველოში რომ აქაც აღარ არის მაგაში დავანებოთ სიგარეტს მე ესე მიმეჩნია უბრალოდ ეს ჩვენ ქართველებმა უნდა გავითავისოთ კარგად იგივე თვითფრინავში რა ხდება
ხდება ხოლმე, ხო? სულ შეიძლება 2 საათი გიწევდეს სადღაცაც გადაფრენა და 10 საათსაც კარგად დაფრინავენ და ქვეცნობიერად განეწყობი რომ არ უნდა მოწოდე. მე ვიცი რომ აერზენის ბორცვზე არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მგზავრები აპროტესტებენ, რომ იქ მოწევა აკრძალულია და მაინც ეწევიან. პირდაპირ აგრესიაზე გადადიან. როდესაც არის თქვა ერთ შემთხვევას მოვყვები თურქეთიდან თბილისში მოგვინდა ანტალიის ჩარტერი იყო, დაждდა ადამიანი ამოიღო სიგარა და რომ გადაწყვიტა რომ მოეწია, რა თქმა უნდა ბორტგამყოფმა მისცა შენიშნა რომ აქ არ შეიძლება მოწევა და ისეთი სკანდალია ტეხა რომ ხელით შეეხო ჩვენ ბორტგამცილებას. იმიტომ რომ ბიზნესში იდა 5000 ევრომა გადაგტილიო და ეხა მინდა არა ეკონომში იზეს ხოთი მე მინდა მოვწიო და დიახაც მოვწიო და დიდი ამბავი ეყლა. ანუ რა ისი თქმა მინდა იცი რომ რა გახდა თქვა ეს 2 საათი უბრალოდ ეს არის მავნე ჩვევიდან გამომდინარე რომ მოგიყვერ მოიწმინო. არც ერთ ევროპულ სტადიონზე ღია ცის ქვეშ რამდენ ათასიანიც არ უნდა იყოს ვერც ერთ სტადიონზე ვერ მოწევთ სიგარეტს. ვერც ევროპულ სტადიონზე. მაგალითად არის ახალი ტენდენცია, ჩვენ ვნახავთ ახლა ანა ასათიანის რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან, ნიუ-იორკის მერმა 1400 პარკში სიგარეტის მოწევა უბრალოდ აკრძალა. Good afternoon, may I have Marlboro Ultralights, please? How much? $13. $13 ამერიკული დოლარი. დაახლოებით 22 ლარი. საქართველოში ამ ფასად 8 კოლოფი Marlboro Lights-ის ყიდვა არის შესაძლებელი. მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სიგარეტი ყველაზე ძვირი სწორედ ნიუ-იორკში ღირს. ამის მომხრე პირველ რიგში ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგია. მაშინ, როდესაც ის ქალაქის მერად აერჩიეს, სიგარეტი დაახლოებით 4-5 დოლარი ღირდა. თავად ყოფილმა მწებელმა გადაწყვიტა ყველა გზისთვის მიემართა, რათა ნიუ-იორკელებს ამ მავნე ჩვევაზე უარი ეთქვათ. მანჰეტენზე რესტორნებსა და ბარებში მოწევა 2002 წელს აიგრძალა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ კანონით, რომელსაც მაიკლ ბლუმბერგმა ხელი 2011 წლის თებერვალში მოაწერა, ნიუ-იორკელებს მოწევა უკვე ბევრ საზოგადო ადგილას აღარ შეუძლიათ. ჯარიმა $50-დან იწყება და $300-საც შესაძლოა გადააჭარბოს. ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ამ ქალაქში 1400 პარკში მოწევა აკრძალა. ჩვენ ახლა ცენტრალ პარკში ვიმყოფებით. მე ჩავატარებ პატარა ექსპერიმენტს. მოვწევ და ვნახოთ, დამეჯარიმებენ თუ არა. წუთის განმავლობაში რამოდენიმე ღერი მოვწია, თუმცა არც არავის დაბუჯარიმები ვარ და არც შენიშვნა უქმნ გამვლელებს. ბოლოს სიგარეტს პირდაპირ ცენტრალ პარკის თანამშრომელის თვალწინ მოვუყიდა. ნუ მოწევთ. პარკში მოწევა არ შეიძლება? არა, უბრალოდ იცოდეთ რომ აქ მოწევა არ შეიძლება. No fine? ჯარიმა რამდენია ისე? ჯარიმა $85. $85? Okay, so I have not არ მომიკიდებია ამ სიგარეტისთვის, ასე რომ გადავრჩი. ალბათ არც სხვა ადამიანებმა იციან, ან იციან და მაინც ეწევიან, რადგანაც ცენტრალ პარკში იქ, სადაც წერია რომ მოწევა აკრძალულია, სიგარეტის უამრავი ნამწვავი გდია. ამ წარწერას სერბიტურისტი გაკურვებით უყურებს. ყველაზე გასაკვირი ნამდვილად ის არის, რომ სოფლიოს შუაგულში იქ, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ტურისტი სეირნობს, მოწევა არ შეიძლება. ბლუმბერგმა ამ კანონს ხელი 2011 წელს მოაწერა. ეს კი ნიუ-იორკის უდაბნოში მწებელებისთვის ერთგვარი ოაზისია. ბარი სირკა ტობაკო, სადაც შეიძლება მოწევა დღის ნებისმიერ დროს. პარადოქსები ნიუ-იორკშიც არსებობს. ამ ბარში სიგარეტზე თავად ბარმენები გიკიდებენ. At the time the smoking ban happened, you had to be in existence. ამ ბარში მწვეულები თავს კარგად გრძნობენ. ჩვენი გაყიდვების 10% სწორედ თამბაქოზე მოდის. ჩვენ აქ სიგარეტს ვყიდით და ასევე საკუთარი სიგარეტის მოწევის საშუალებასაც ვაძლევთ. From tobacco sales, so we sell cigarettes here. ნიუ-იორკში ასეთი სულ 6 ბარია. ასეთი დაწესებულების გახსნა დღეს უკვე შეუძლებელია. გაუმართლად მხოლოდ უძველეს ბარებს და მათ მუდმივ კლიენტებს. ეს ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანია, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ნიუ-იორკის სუსხიანი ქუჩების ნაცვლად მწვეველები თბილ და მყუდრო გარემოში ეწევიან. ისე რახან ამერიკაზე ჩამოვარდა. აი ამერიკაში ხო ძალიან შეზღუდულია და ნუ არ ეწევენ ნაკლებად. ევროპაში ყველაზე ესეთი ამ ხრივ წაწეული ბელგია არის, მაგრამ
აი სტატისტიკით, ესე იგი ამერიკაში მამაკაცთა სიკვდილიანობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აი განვითარებადი ქვეყნების წეველებში. ესეთი მომენტია. გასაგებია, ბატონ თამას, მოდი მაყურებელს მივცეთ გარკვეული ინსტრუქტაჟი. თუ არის ეს ახლა შესაძლებელი, მე მაგალითად ვარ მწეველი და მინდა რომ თავი დავანებო მოწევას. ნანიკო საუბრობდა რომ ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ რეალურად საქართველოში ეს სერვისი არ არსებობს, რომ არა მარტო სერვისი, ნოდა, წამალი მინდოდა მეყიდა ტაბექსი, რომელიც უბრალოდ ვერ ვნახე, ერთ-ერთ აფთიაქში მივაგენი ვადაგასულს და მაინც ვიყიდე. მე ერთ-ერთ გადაცემაში. იმუშავა მე მაგწამალმა. იმუშავა სხვათა შორის. შეიძლება ძალიან ფსიქოლოგიური და მე უბრალოდ ძალიან მინდოდა და დანებება და ეს რაღაცნაირად დამეხმარა. მე ვიჩივლე ერთ-ერთ გადაცემაში ხმამაღლა და მეორე დღეს ქარხანა სოფარმა დიდი სატვირთო მითი მომადგა და ერთი 205-ის მაჩუქეს ტაბექსი. რა თქმა უნდა, მე ის დავარიგე და კი მუშაობს, აი მოიდომა უკვე თავი დანებება. არა, მე როგორ შეიძლება დაანებოს ადამიანმა სიგარეტს თავი? რა ფაქტორები უწყობს ხელს? რა თქმა უნდა, აქ ნიკოტინის მოწევაზე, ესე იგი, მაგ როგორი მომენტი არის. თქვა თუ დღეში 5 ღერზე ნაკლებს ეწევი 5 დღერამდე. ეს ითვლება ესეთი ცირე გინდ მოგიწევია და გინდა რა მნიშვნელობა აქვს? არა, ეგრე არ არის, მაგრამ ანუ არ ითვლება ესეთ აქტიურ მწეველად. ანუ ასე ვთქვათ, პირველი უნდა გავაკეთოთ რომ შევამციროთ თამბაქოს მოხმარება. ეს არის ესეთი სრულ ლეგენდა არის, ხო, რომ აი ეწევდა და ნელ-ნელა დღეს მოწევა. თუ გადაწყვიტე, აი აქ თავში, ეგრევე უნდა დაანებო. ყველაფერი არის სურვილიდან გამომდინარე. აი შეჩევარიტო ნიკოტინი ეს არის ის გასაგებია, თუმცა თქვენი როგორც სპეციალისტის რჩევა რა არის, როგორ დავანებოთ? მე მინდა დავანებო სიგარეტს თავი, რა უნდა გავაკეთო? არ მოწიო. არ მოწიო კი, მაგრამ გასაგებია მოთხოვნა ძალიან ძნელია ეს ფსიქოლოგი ექიმთან საუბარი და სად არის ექიმი და მანახეთ ერთი ექიმი მაინც. არის მოკინგური პროგრამები და გასაგებია, მოდი ახლა მე მაყურებელს უჩვენებ ერთ ვიდეოს. ძალიან დამცგუნელი ვიდეო იქნება, დაეხმაროს ეს იმ ადამიანებს, ვისაც მოწევა გადაწყვეტილი აქვს რომ მოწევას თავი დაანებოს, რომ გარკვეულწილად ხელი შემწყობი ფაქტორი იყოს. თამბაქოს ბოლში 100,000-ზე მეტი ბიოქიმიკატია, იმაზე მეტი ვიდრე ავტომობილის გამონაბოლქვში. ერთი წლის განმავლობაში ღვიძლში ერთი ჭიქა კუპრი გროვდება. მოწევა იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის ფილტვის კიბოს. მოწევა იწვევს სისხლძარღვების ბლოკირებას, რაც მოულოდნელი სიკვდილით სრულდება. მოწევა იწვევს მხედველობის დაქვეითებას, მოწევის შედეგად თვალის სისხლძარღვები სკდება. მწეველი კარგავს ცხოვრების მინიმუმ 20 წელს, არასდროს არის გვიან თავი დაანებო მოწევას. მოწევა კლავს. ეს იყო არგუმენტები იმ ადამიანებისათვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს და ყოყმანობს დაანებოს თუ არა მოწევას თავი, მე ეს ვიდეო შევწყვეტ. ეს კომპლექსური მომენტი არის. არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგრამა, ესე ქვია Empowers, აბრევიატურა არის, ეს არის მონიტორინგი, მეორე პროტეკ დაცულობა, შემდეგი არის დახმარება, ზედამხედველობა აი რეკლამაზე და პროდუქციის პროპაგანდაზე და ბოლო არის რა ის საგადასახადო აწევა აქციზების. ისაც გააკეთეს ამერიკაში ერთი კოლოფი სიგარეტი გაქნათ $4. ფასი მოუმატო სიგარეტს, ის აუცილებლად ყოველთვის გაიყიდება. არა $100 ცოტაა, მაინც გაიყიდება. ავსტრალიაში მიიღეს სხვათა შორის მსგავსი რეგულაცია, რომ დროთა განმავლობაში დაახლოებით 10 წლის შემდეგ სიგარეტის ფასი იქნება ერთი კოლოფი $100, უბრალოდ ხალხს აღარ ექნება. ასე $3 იქნება ბენზინი, მაგრამ მე მანქანა გაჩერებული არ მინახია. ხო და მაინც გაიყიდება თქო, ეს არის გაწურდა, მაგრამ შეიძლება როიძახიან რომ გამონაბოლქვის არამწეველების ორჯერ უფრო საზიანოა. აი პასიურ წევასთან დაკავშირებით. აი შენ გვერდზეა, წეველი არის, მოწია რომ აი მეორადი კვამლი ესე ვთქვათ, რომ ამოისუნთქა. აი მე ხო შევისუნთქე ეს პრაქტიკულად იგივეა გინდვე მომეწიოს სიგარეტი. სწორედ ეს არის პრობლემა, რაზეც საუბრობენ დღეს, როდესაც შედიხარ დაწესებულებაში და იქ შეგხვდება სიტუაცია, რომ ყველაფერი არის ბუხში, კვამლში გახვეული კადრები, რომელიც გადაცემის დასაწყისში ვნახეთ. თუმცა ნელ-ნელა საქართველოში შემოდის ტენდენცია
კვების ობიექტების, სადაც მოწევა არის კატეგორიულად დაკრძალული. მათ შორის ერთ-ერთი არის ძალიან პოპულარული კაფეების ქსელი თბილისში, რომლის დამფუძნებელიც არის საფრანგეთის მოქალაქე. ანტრეს ხელმძღვანელი მინდა დავპატიჟო სტუდიაში და კითხო. ამდენად ადვილი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ შემოგვერდით და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თავდაპირველად მინდა კითხოთ, რატომ არის მოწევა აკრძალული კაფე ანტრეს ყველა ობიექტზე? D'abord, je vous remercie pour l'invitation. პირველ რიგში დიდი მადლობა დაბადიჟებისთვის. ანტრე ფრანგული კულტურის წარმომადგენელია. აქ ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანაში ჩვენს ქსელში მოწევა იგრძელება და ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. D'espace non fumeur, ce qui me semblait essentiel. თუმცა გარკვეულწილად თქვენი მხრიდან როგორც მარკეტინგული ნაბიჯი იყო დაშვებული რისკები, იმიტომ რომ წეველების ერთი ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ძალიან მოსწონს კაფის პროდუქცია, უბრალოდ აღარ შემოვიდოდა თქვენთან და აღარ იქნებოდა თქვენი მომხმარებელი. Voilà, c'est ce qui s'est passé un petit peu au début. ეს ნამდვილად სარისკო იყო და თავიდან ბევრი აპროტესტებდა ამას, თუმცა იქ სადაც საკონდიტრო ნაწარმი მზადდება, არ შეიძლება სიგარეტის სუნი იყოს. ჩვენ ჯამრთელ საკვებს ვაწარმოებთ და შესაბამისად, აქ ჯამრთელი გარემოც უნდა იყოს. Sans odeur de cigarette. თუმცა გარკვეულწილად იყო თუ არა თავდაპირველად მომხმარებლის ნაკლებობა, რომელიც თქვენთან არ მოდიოდა იმის გამო, რომ იქ მოწევა არ არის შესაძლებელი. ხა ზამთარში ქუჩაში დაჯდომა ტერასაზე ძალიან რთულია. Tout à fait. Mais les gens qui viennent chez nous passent რა თქმა უნდა, ეს ძნელია და განსაკუთრებით ზამთარში, თუმცა ჩვენთან მომხმარებლები დაახლოებით 9 ან 1 საათს ატარებენ და რა პრობლემაა? თქვენ თავად თუ დადიხართ სხვა ბარებში, ღამის კლუბებში და თავად თუ გიქმნით დისკომფორტს, როდესაც იქ ყველა ეწევა და არის კვამლი? Oui, bien sûr. Donc რა თქმა უნდა დავდივარ, თუმცა ყოველთვის ისეთ ადგილებს ვარჩევ, სადაც მოწევა აკრძალულია, ან მწეველები და არამწეველები განცალკევებით სხედან. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მარკეტინგის არის რო არ ეწევიან, ანუ ესეთი ობიექტები როგორც ანტრეა, მაგალითად, იმიტომ რომ იმის გამო რომ კვება აქვთ უმაღლესი ხარისხის და ძალიან გემრიელი ყველაფერი, ვიღაცა რო არის მწეველი, შეიძლება ერთი ნახევარსად კიდე მეტი ხანს გაჩერდეს, თუ მწეველი შევიდა და იქ დაიწყოს სიგარეტის მოწევა და ამაში გაიგონოს ერთი ნახევარსად. თუ არ ეწევა, უცბად გამოვა იქიდან. მაგალითად, ლევანი ამ კაფეში არასდროს არ წავა, იმიტომ რომ სიგარეტს ვერ მოწევს. იმიტომ რომ ყავასთან ერთად უნდა მოწვა. ხო, ანუ ყოფილა შემთხვევა როცა სიტყვა რაღაც საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა დავლიო ყავა, თან საქმე მაქვს და უნდა დავჯდე. პარალელურად უნდა მოუწიო. მიძებნია, ანუ შევხედრია ისე და აქ ჩვენთან მოწევა არ შეიძლება. ამგვარად გამოსულა წავსულა რა. ნუ ეს პრობლემაც არის, მაგრამ იყოს როგორც ასეთი, რომ ყველა ობიექტი აიკრძალოს, როგორ შეიძლება და ოჰოჰოჰო იყოს წეველებისთვის რაღაცა ანტრეები სიტყვაზე და იყოს ის არამწეველებისთვის და იყოს წეველებისთვის რაღაც სხვა რაღაცა. გასაგებია ლევან, მაგრამ ისინი ხო შეჯამწელობაზე ზრუნავენ. არ ვიძახი, მე კარგს ვაკეთებ, ძალიან ცუდს ვაკეთებ. მაგრამ მეც არ მსიამოვნებს სიტყვაზე, შევალ კაფეში, კაი არ ვეწევი, მაგრამ დადის კაცებზე მონადირე კაცი და იქ რაღაც ნაღულიანი თვალები დადის. მე დისკომფორტს მიხდის, ხო? მაშინ აკრძალონებებს. არ მსიამოვნებს და არ მსიამოვნებს ქალაქის თავზე დიდი იღლის სუნის გრუბლები რო. რა ვქნა, არ მსიამოვნებს. მაგრამ ეშველება ამას რამე? ვინმე აკრძალავს ამას? გასაგებია ლევან, დღეს ჩვენ ძალიან დისკომფორტს მიხსნის მე ეგენი. სპეციალისტები საუბრობდნენ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც შენთვის შეიძლება სიგარეტს მოყვას და ყველა მწეველისთვის ზოგადად არა მარტო შენთვის. არა, ვიცი მე ეს, ვიცი. რა თქმა უნდა, ვიცი და ძალიან ცუდს ვაკეთებ. ეს არგუმენტები არ გეხმარება იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ვიცდია თქო ბევრჯერ თავისდანები და რამოდენიმე ხანი დანებებულიც მქონია რა. ის ტაბექსის დამილევია, მაქვს, ეხლაც მიწვია სახში აბები და რაღაც კევები როა. ძალიან ბევრი თუ გინდა თვითონს მოვცემ. ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ მე ისევ დავიწყე. მე ვიცი. მოდი ახლა სტუდიაში ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი რეზო გაგუა დავპატიჟოთ, თქო მიმან მაინც დაგარწმუნდოს, რომ მოწევა მალა. არ მინდა დარწმუნება, ვიცი მე. არა. მოგესალმებით. ბატონესო, მოწევა მავნებელია, მოწევა კლავს. ეს ყველაფერი ვიცით, გავიგეთ, ყველა სიგარეტის კოლოფზე არის სტანდარტული წარწერა, თუმცა საქართველოში მწეველთა რიცხვი მაინც არ მცირდება. პირიქით, ყოველი ახალი თაობა იწყებს სიგარეტის მოწევას. რეალურად დღეს მოდით გავმარტოთ მაყურებელზე ჩავუტაროთ მოკლე ინსტრუქტაჟი, რა შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტის მოწევამ, თუნდაც ონკოლოგიური დაავადებების სტიმულირების მიმართულებით. მე შემიძლია მოგიყვანო თქვენ სტატისტიკა, მსოფლიო სტატისტიკა ონკოლოგიურ დაავადებათა შესახებ და შემდგომ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება. ყოველ წელს მსოფლიოში დგინდება კიბოს ახალი 12 მილიონი შემთხვევა და აქედან ნახევარზე მეტი არის მწეველი.
თუმცა დაზუსტებით ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 მილიონი. 12 მილიონიდან 6 მილიონში სწორედ სიგარეტის მოწევამ განაპირობა კიბოს პროვოცირება. რა თქმა უნდა. ჩვენ ეს დამტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, თუ არსებობს მოსაზრება, რომ იმ 6 მილიონში შესაძლოა სიმსივნის განვითარების მიზეზი ყოფილიყო მოწევა. დამტკიცებით შეიძლება ითქვას, რომ სიგარეტის მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს 100%-ში. პირის ზღვის ორგანოების კიბოს, როგორც არის ენის კიბო, ენის ძირის კიბო, ცხვირხახის კიბო, საკლაპავის კიბო, ამაში შეიძლება ითქვას დაბეჭდებით, რომ სიგარეტის მოწევას მიუძღვის გადამჭრელი მნიშვნელობა. ბატონო, საქართველოში როგორია სიტუაცია ამ მხრივ? გასაგებია, მსოფლიოში 12 მილიონი ადამიანიდან 6 მილიონის მიზეზი არის სიგარეტის მოწევა. საქართველოში რამდენად საგანგაშოა ეს სტატისტიკა? საქართველოში ყოველ წელს ვლინდება კიბოს 7000 ახალი შემთხვევა და 9-ზე მეტი არის სიგარეტის მწეველი. შეიძლება რაღაცა კითხოთ? თქვენი ყავით ჩვენთან გადაცემაში და თქვით, რომ მინიმუმ 50 წლიანი სტაჟია საჭირო წეველისთვის, რომ ამან შემდეგ პროვოცირება მოახდინოს ონკოლოგიური დაავადების. ანუ 50 წელი შემიძლია წიო? არა, 50 წელი ძალიან ბევრია. მე უნდა გითხრათ, რომ მამაკაცებში კიბო ვლინდება დაახლოებით 55, ზოგადად ლაპარაკობ, 55 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში კი 65 წლის შემდეგ. იმიტომ რომ მამაკაცები სიგარეტის მოწევას იწყებენ ბავშვობის ასაკიდან, ზოგიერთი 9 წლის ასაკში, ზოგიერთი კი 9 წლის ასაკში, ზოგიერთი 12-13 წლის ასაკში. თავად ეწევი? რა შეეხება გოგოებს და ქალებს, ისინი უფრო მოგვიანებით იწყებენ სიგარეტის მოწევას. ეს არის 17, 16, 18 წლის ასაკში. და ამიტომაც მამაკაცებში უფრო ადრე ვლინდება და ქალებში უფრო რამდენი წლიანი სტაჟია საჭირო იმისთვის რომ დაიწყო წარიმართოს ორგანიზმში სტიმულირება თუნდაც კიბოს თამბაქოს წევის გამო. ესე არ ხდება რომ დავიწყე სიგარეტის მოწევა და ერთ თვეში კიბო განვითარდეს. ეგრე დაახლოებით მას შეიძლება 20 წელიდან მეტი. ანუ 20 წელი თუ ეწევი ამის შემდეგ შესაძლოა ამის შემდეგ შესაძლოა იყო რისკ ჯგუფში. ანუ შეგვიძლია დავამშვიდოთ ადამიანები რომლებიც 1 ან 2 წელი არიან თამბაქოს მომხმარებლები რომ ჯერ კიბოს აფრთხარებოდნენ. მამაკაცი ან ქალი თუ კი სულ არა საქართველოში პირიქით არის მე დღესდღეობით არამწეველი მკვდარი არ გინახავთ ანუ ხო შეიძლება არამწეველს გაუჩნდეს ჯვარი წერია ყველას მე საქართველოს უყურე პირიქით არის გოგო უფრო ბევრი ეწევა ვიდრე ბიჭი აი ამას ახამები ძალიან ბევრი მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ლევანი ამ შემთხვევაში ხო არის ჩააყენებული რაღაც თავდაცვით სისტემაში და იცი რა არის აი არამწეველებსაც ემართებათ კი ესე დაწოლა არ შეიძლება მწეულ ადამიანს იცი რატო არა დასამფიცი ადამიანს ცუდი მაგალითია ბავშვისთვის ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ამ თემაზე ვსაუბრობთ ერთი არ შეიძლება მწეულ ადამიანს ესე დააყენა და პატარა ბავშვი დასაჯო რომ ვიღაც ცუდია რომ ეწევი კიბო გაგიშდება ეს დაგემართება ის დაგემართება ადამიანს უბრალოდ თუ თვითონ შინაგანად სურვილი არ აქვს რომ დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი იმას რაც არ უნდა აჩვენოს თუმცა გარკვეულწილად გარემოს აუწყებს აი ხა მე ადრები რომან ადრები რომან ასე აღარ ჯარიმების საშინელება არა შინაგანად სურვილი არ აქვს ხო ეს ავიდა ვიღაცა აჭარის და ჯარი არ უშველის უნდა არ უშველეს რა ჯარიმა უშველეს მინდა და მორა გაგოჩი იმან დონაში ხვედზე არ გეუბნები 2000 წელი იყო 2000 თუ გინა ყოფნა უნდა იცოდე ამის მიზეზი და გასაგებია თუმცა აი ეს რაც შეაჩვენე დღეს ხო ეს არის სულ სამჯერ გასული ხო მაგრამ მე უყურე ეხლა ჩემი აი მე არიციან რასაკეთებენ მე ვეძებს ხომ ასე სიგარეტი გონია საშინელებათა ჟანრის ფილმს უყურე ესე უბრალოდ რა რა უნდა შენზე თქვა ნაკლებად მოქმედებს ვიღაცას უფრო მარტივად მოქმედებს ეს ყველაფერი აი ხა როგორ მოდი როგორ უნდა იმოქმედოს არ არსებობს მეთქი საქართველოს როგორ უნდა იმოქმედოს მე გინდა და უნდა მოციო მე თქვა ბავშვზე რა ნორმალურ ბავშვზე ახალგაზრდაზე შენ ხა ჩამოყალიბებული უკვე დასწრული მე ბავშვებსაც მოიწონი არსებობს აი ახსენე ბიჭო რას ვერ გაიგებს რომ აი ეს ხა რაც აჩვენეს ქემაინც აკიბრობა აგიტაცია პროპაგანდა არ ხდება რომ მე შეიძლება გავიდე აგური დამეცეს თავში ყველა ჩვენ გულში ჩავიხედოთ ხო შენ შვილიშვილები არ მოწიო ეუნები შენ სამი შვილი ყავს სახლში ისინი რეალურად არიან რისკის ქვეშ რომ დაიწყებენ მოწევას მე არასოდეს არ მომიწევია და ეგრე არაფერი არ მაწუხებს დედამიწის ზურგზე რაც სიგარეტი ხა რომ დავიწყო რომ ჩემი ყველა ეწევა ჩემს ირგვლივ
ანუ ჩემი მეგობრები. არ ცდილობ რომ გადაარწმუნო ისე. ანუ არა აქ ასე თქვა, იმიტომ რომ რამდენი წავაუთხე ლევანს რომ არ უნდა მოწევ, იცის რომ არ უნდა მოწევ და ეწევა. ხახო ერთი მაგალითი. აქ არ არის ამას დისკომფორტი გეკეთებაში რომ ეწევია. მარტივია რა, ეუნები ახალგაზრდა შვილს თუ ძმის შვილს თუ მეგობრის შვილს რომ არ მოწიო. ყველაზე ცუდს რას ეუნები? ანუ ყველაზე დამაჯერებელს ეუნები რომ ეს არ ვარგა ჯანმრთელობისთვის, ეს არ ვარგა ფილტვისთვის, კუჭისთვის, იმისთვის აღარ ხო ყველაფრის. ბოლომდე ვერ უხსნის შენ. უბრალოდ ეუნები რომ ეს საბოლოოდ ის ფიქრობს რომ ეს უბრალოდ ცუდია და მარტივია. რამდენი ბევრი ადამიანის მაგალითო იმედია დღევანდელი ეთერში გადაიფიქრებენ მოწევას. ვიზუალურად უნდა იცოდეს ბავშვმა რა. იციაჩიც აი ბავშვებთან დაკავშირებით სხვა თემაა საერთოდ სხვა სფერო არის. თუ გინდა სკოლაში იყოს. მაგალითად ჩემმა შვილმა უყურა სადღაცას ინტერნეტში როგორ მზადდება ჩიფსები და თავისით მოვიდა და განმეცხადა რომ მე ჩიფსებს აღარ შევჭამ და ემულგატორებზე რო იყო გადაცემა ყველა ბავშვმა გარჩევა. კიდე ერთ რამეს ვიტყვი რეკლამამდე რა. დავანებე სიგარის თავი ნამდვილად. ხელი არ გამირბის, არ მახსენდება არსება, მაგრამ რომ შევდივარ იგივე კაფე რესტორანში, ქვეცნობიერად ჩემი სხეული იწყებს ხელის აღებას რომ ამოვიღო სიგარეტი. იმიტომ კი არა რომ მინდა მოტორიკა მიჩვეულია ჩემი ორგანიზმი რომ აი გარემოში ჩემმა ხელმა უნდა აი ეს მოძრაობა გააკეთოს ამოვიღოს და გზაში ხვდები რომ მე აღარ ვეწევი. გარემოს მე თუ მომიწყობენ ისეცაც არავინ არ მოწევს, მე წუნეთ რომ ბევრი დაჭები. კარგი, გადაცემის მეორე ნაწილში დავსვათ ეს კითხვა აუცილებლად, ახლა ჩვენს ეთერში არის რეკლამის დრო. საკმაოდ აქტუალური თემის შესახებ ვისაუბრებთ ლევან გადაცემის მეორე ნაწილში, როდესაც ფეხმძიმე ქალბატონები ეწევიან სიგარეტს, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ნაყოფზე. რეკლამა გაივლის მალე არ გადართოთ. რეკლამამ გაიარა მალე, მადლობა რომ არ გადართეთ. Talk-show 100 გრადუსი ცელსიუსი ისევ ეთერს უბრუნდება. საკმაოდ აქტუალური დებატები იყო გადაცემის პირველ ნაწილში. გადაცემის ამ ნაწილში კი უკვე ვისაუბრებთ თუ რა გავლენას ახდენს, როდესაც დედა ფეხმძიმობის პერიოდში იღებს თამბაქოს. მე ვიცი რომ საქართველოში ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და შედეგები იყო საკმაოდ საგანგაშო. გვიამბეთ ამის შესახებ. დიახ, რამოდენიმე წლის წინ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან ერთად ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა კვლევა, რომლის მიზანი იყო ოჯახებში პასიური წევის გავლენა ქალებსა და ბავშვებზე და შევისწავლეთ შერჩეული რამოდენიმე ოჯახი, რამოდენიმე ათეული ოჯახი, სადაც ეწეოდა ან ერთი მშობელი მაინც, ან მამა, ან ორივე მშობელი, დედაც და მამაც. და შედეგები იყო ძალიან საგანგაშო. ნუ ჯერ ერთი შესწავლილი იქნა ნიკოტინის დონეც ზოგადად ოჯახში შენობაში და ამ კვლევამ უჩვენა თუ რაოდენ მომატებული არის საერთოდ ნიკოტინის დონე თვითონ შენობაში შიგნით. თქვენ რომ შედეგები იყო საგანგაშო, რა იგულისხმება? საგანგაშოში იგულისხმება ის, რომ კერძოდ რამოდენიმე ოჯახში იყო დედაც და მამაც მწეველი, ახალჩვილი ბავშვი ყავდათ და ამერიკელი მკვლევარების დასკვნით ეს ბავშვები 30 წელს თუ მიაღწევდნენ კიდე. ანუ ან ექნებოდათ ძალიან დიდი ჯანმრთელობის პრობლემები, ინვალიდობა და სხვა გართულებები. დიდი მადლობა. ქალბატონი ქეთევან, რეალურია ეს, როდესაც სახლში დედაც და მამაც ეწევა, რომ ეს ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზულად აზარალებს? ეს არის კვლევის შედეგი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევა, რასაკვირველია, ჯერ არავის არ დაუყენებია ეჩქეს. მე მაქვს ასევე სხვა კვლევებიც, როდესაც დედა ეწევა ორსულობის დროს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბავშვისათვის ჟანგბადის მიწოდების ერთადერთი წყაროა დედის სისხლი. ის რომ ნიკოტინი აგდებს ჟანგბადის მოცულობას, აქედან გამომდინარე ბავშვი განიცდის ჟანგბადის შიმშილს, პლუს ვარდება ნაკადი სისხლის და პოტენციური შესაძლებლობები მცირდება აი ამ მომავალი ბავშვის. აქ საუბარი არ არის დაუშვათ, როდესაც ვიღაცა იტყვის, რომ აი მე ვეწეოდი და ჯანმრთელი დავიდა. გასაგებია, მაგრამ უფრო მაღალი ჯანმრთელობის ხარისხი. ანუ ბავშვს აყენებენ რისკის ქვეშ. რასაკვირველია. აღსანიშნავია ასევე უეცარი სიკვდილის სინდრომი, ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ერთ წლამდე ბავშვებში უფრო მეტია ხშირად და რომელიც პირდაპირ უკავშირდება მშობლების მიერ თამბაქოს მოხმარებას. იმიტომ რომ ოთახში არის თამბაქოს კვამლი, შეიძლება სავსებით ჯანმრთელი, სახსალამათი ბავშვი უეცრად გარდაიცვალოს. მაღალი ასეთი მაჩვენებელი ქალბატონო ქეთევა. იქ ეწევა რა. დიახ, მშობელს დაუთხარი ფეხმძიმებაზე უცელში რომ ყავს და იქ ეწევა. ჩვენ უნდა გავყოთ მშობელი, რომელიც ეწევა ორსულობის დროს და პლუს ამას ემატება რისკი, როდესაც პასიური მწეველი ხდება თვითონ შვილი. არის ესეთი კარდიორესპირატორული ცენტრი, სადაც სწორედ იმ უბანში ხდება დაზიანება პასიური წევის დროს ბავშვის სიგარეტის მოხმარების
გამოცდილების დროს და როდესაც ბავშვს ძინავს პლუს ემატება მუცელზე ძილი, დედის და თუ მამაც ეწევა 8-ჯერ იზრდება შანსი, კარდიორესპირატორული არესტი, რომელიც 100%-ით მთავრდება და არის უშუალო მიზეზი სიკვდილის. ამიტომ უეცარი სიკვდილის მიზეზი ეს არ არის ხშირი, მაგრამ ეს არის და ერთი უეცარი სიკვდილი არის 100% ოჯახისთვის და ცხადია, რომ პასიური და ორსულობის დროს მოწევა, ესე იგი თუ 4-ჯერ იზრდება დედის მწეველობის შემთხვევაში 8-ჯერ თუ მამაც ეწევა. ძალიან დიდი მადლობა. რატომ მიდია მშობლები ამ რისკზე? ახლა რადიო წამყვანი და ტელეწამყვანი თამარ მუსერძე შემოგვერთება სტუდიაში, რომელიც აღიარებს, რომ ფეხმძიმნობის პერიოდში ის თამბაქოს მომხმარებელი იყო. ძალიან დიდი მადლობა თამარ, რომ შემოგვერთდი. შენ ვერ დაძლიე ეს მავნეჩვევა ფეხმძიმნობის პერიოდშიც. დიახ. ქონდა სურვილი? მიცი რა, რომ რაღაცა კი არ მეამაყება ამის თქვა, პირიქით ძალიან მცხენია ამის აღიარება, მაგრამ მთელი 9 თვე ვეწეოდი და შემდეგ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა და მაშინაც 6 თვე ვეწეოდი. ვერ დავძლია და იმ ხელა მოთხოვნილება მქონდა ამ ნიკოტინის, რომ იმართლა თავს ვერ ვიყავდი და როდესაც ვიყავი მე ჩემს ექიმთან, გინეკოლოგთან, მითხრა, რომ ბავშვი უკვე ჩასახულია იმ ორგანიზმში, რომელიც არის ნიკოტინით გაჟღენთილი. როდესაც ადამიანი აპირებს, რომ დაანებოს თავის სიგარეტს და ბავშვი გააჩენს, 6 თვით ადრე უნდა დაანებოს სიგარეტს თავი, იმიტომ რომ 6 თვის განმავლობაში გამოდის ნიკოტინი ორგანიზმიდან. და რადგან ბავშვი უკვე ჩასახულია ამ ორგანიზმში, ჯობია რომ მოწიო, ვიდრე შენ ქონდეს ეს სპაზმები, თავის ტკივილები, ეს გრძილების ტკივილი და ჯობია რომ უფრო არ ჯობია რომ მოწიო, მაგრამ თუ ესე ცუდად ხარ, ჯობია რომ ნაკლები მოწიო. იცით რა, მე ჩავერთვებით თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან აღშფოთდი როგორც ექიმი, მე გირჩევთ რომ თქვენ ამ ექიმის გვერდესახელი არ დაასახელოთ, იმიტომ რომ მას მინიმუმ ჩამოერთმევა ლიცენზია. კონსულტაციის გაცემის უფლება მაინც. მინიმუმ კონსულტაციის. ექიმის რჩევა აბსტინენციასთან დაკავშირებით არის აბსოლუტური ნონსენსი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის მოტივირებული ქალბატონი თამარი არა და ის აუცილებლად შეძლებდა რომ მისი შვილისათვის ეს პრობლემები არ შეექმნა. თუმცა ექიმმა ქალბატონ ქეთევან თამარს უთხრა, რომ ის რისკებიც იყო მაღალი, როდესაც თავს ანებებდა, ამის გამო გექმნება პრობლემები ალბათ. ეს არ არის რისკი, იმიტომ რომ ის რაც ცუდია, რაც ნაკლები მოხდება ორგანიზმში, ის არის კარგი. ესე იგი, ეს არ არის შემცირების, ეს არ არის ნარკოტიკი, რომელიც საკუთარი ენდორფინების წარმოქმნის უნარს უკარგავს ორგანიზმს და საჭიროა მისი რეპლეისმენტი რაღაც გარკვეული პერიოდი, მაგრამ ნიკოტინი ორგანიზმში არ არის. ამიტომ ნიკოტინის დაუშვათ ჩანაცვლებითი მკურნალობა, რომელიც ეხლა თქვათ იგივე ელექტრონული სიგარეტის შემდეგ არ გაამართლა, არ არის სწორი, ეს არ არის ორგანიზმის პროდუქტი, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად არას ვეუბნებით ასეთ რჩევას. ნანიკო, თავად ეწეოდი შენ ფეხმძიმნობის პერიოდში? ცხელი კითხვით გამოვიდა. კი, ვეწეოდი. ძალიან შემცხვე ხა, მაგრამ ნუ რა ვქნა, ვეწეოდი. ამ რისკებს ნუ და სტუდიაში არის ადამიანი, რომელიც სიტყვის რომ ფეხმძიმნობის დროს სიგარეტს თავი დანებდა, მე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მე როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი, სიგარეტს თავი დავანებდი. და ესე უნდა მოიქცეს. თუმცა შემდეგ ეს კარგი მაგალითები, რასაც ნანიკო ამბობდა თამარი. ეს ძალიან ცუდი მაგალითებია და არ უნდა ჩათვალონ, რომ თუ ექიმი მე ესე მეტყვის, მოდი მოვწიო იმ ექიმმა, ჯერ სწორ ექიმთან უნდა მიხვიდე და უნდა აგიხსნას, რას ვნებს შენ შვილს, რომელიც შენი შვილია ეს ადამიანებო. იცი რა არის, სწორად ახსნა არის საჭირო ასე დროს. თუმცა ნინო, შენ შემდეგ მაინც გააგრძელე მოწევა, მას შემდეგ რაც ბავშვი გააჩინე და შემდეგ სანამ ციხეში არ აღმოჩნდი, მანამდე სიგარეტს თავი არ დაანებო. ხო, ნუ ეხლა ყველა ციხეში ვერ აღმოჩნდება, რომ ეს სიგარეტს თავი დაანებოს. ეხლა განვარტავ ამ თემას. მე ჟურნალისტი ვიყავ, რასაც ბელორუსიაში გამაგზავნეს, ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიტინგები იმართებოდა და მოვხდი ციხეში და ერთი კვირა ვიყავი გამომწყდეული კამერაში. 3 დღის განმავლობაში დღე და ღამე საჭმელი არ მიმიღია, მარტო სიგარეტს ვეწეოდი და აი გარემოს შეცვლა მაშინ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ გამოვედი მივხვდი, რომ რაღაცები უნდა შემეცვალა ჩემ ცხოვრებაში და პირველ რიგში სიგარეტისთვის თავი უნდა დამენებებინა. და ესეც მოვიქეცი და მხოლოდ სურვილის დონეზე, თორე მოგეხსენება ჟურნალისტი, რომელიც ეწევა. ხო იცი რა შეგრძნებები გაქვს სიუჟეტს, რომ მორჩები ბოლო წუთებში რომ შეაგდებ კასტეს ჩართოს. აი ესეც გადავლახი აი ჟურნალისტური საქმიანობის დროს მე ეს მომენტის მქონდა გადალახული რომ არ მომიწევია სიგარეტი საერთოდ არა ერთი წუთი სამყარო მამაკაცია და ამ შემთხვევაში ჩვენ ფეხმძიმნობაზე ვსაუბრობთ როგორც დღეს მაქვს პრობლემა რომ არ არსებობს პროფესიულად მომზადებული ადამიანი რომელიც დაგაკვალიანებს აგიხსნის დაგელაპარაკება დაგეხმარება შენთან ერთად იქნება
მაშინ არ არსებობდა ჩემს ფეხმძიმობის დროს. ვიღაცა რომ სწორედ მოსულიყო, დამჯდარიყო, ეთქვა, რას აკეთებ, შვილო. თუმცა თამუნა მივიდა იქიდან და უთხრა რომ შობს გააგრძელა მოწებაო. ნუ მე ეგ შემთხვევა არ მქონია, მე უბრალოდ ხო, ყველაფერს მოვერიე ფეხმძიმობაში, ანუ რეჟიმი შევიცვალე, რაღაცა საკუთარი პროდუქტები ამოვიღე, ტკბილი ამოვიღე, ცომეული, რომელზეც გიჟდები ამოვიღე, სიგარეტი ვერ ამოვიღე. ალკოჰოლი? ალკოჰოლი არ მიყვარს. არ არის. ვიღაცამ თქმელი, ვინც ან კლინიკის სახით, ან რაღაცა. აი ბიჭო, რა თქმა უნდა, კაბინეტის სახით მივიდეს. კონკრეტულად მე სიგარეტზე ვიძახი. მე დახმარება მჭირდება. ანახა ელოდებოდი ვიღაცა მოვიდა და გინდა, რის დროსაც გინდა იყოს, რა გინდა ორი კვირის დაწყებული კონკრეტულად. ლევანი რეკლამის დროს ამბობდა სხვათა შორის შემაცელმა ფეხმძიმობის პერიოდში რომ მოწეს სახლიდან გავაგდებო. აი საქმე, აი ლევანი სწორი არ ვიყავი. მაგრამ ეხლა შეგიძლია სწორედ ვითგომებზე არის ახლა საუბარი რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ არის სერვისი ვინც რეალურად დაგაკვალიანებს გეტყვის განგიმარტავს და გასწავლის როგორ დაანებო სიგარეტს თავი ხომ არ ფიქრობ რომ გარკვეულწილად გადასახედი ეგივე სახელმწიფო პოლიტიკა რა თქმა უნდა მე შემიძლია დავიწყო იქიდან რომ ნანიკოც და იგივე ეს ქალბატონი თამუნაც როცა ექიმთან მივიდა მას არ ყავდა ადამიანი რომელიც სწორად დააყენებდა გზაზე არ არსებობს ქალი რომელიც ბავშვს ელოდება და მას შენ ნეტყვი რომ აი ეს რისკები არსებობს როცა შენ დედა გახდები და შენ შულს ექნება შემდგომ ეს პათოლოგიები რომ მან ეს არ გადალახოს გამორიცხული არ არსებობს ესეთი ნიკოტინური შიმშილი რომელიც დედობრივ ინსტინქტზე მაღლა დადგება ხო ის ერთგვარად ეს ქალბატონი ელოდებოდა რაღაცნაირად იქიდან სწორედ იმას რაც მას უნდოდა ექიმისგან მისი ერთი თქვა რომ შენ მოწი არა უშავს იცი რადგან შენ უკვე 6 თვეა ჩასახული იყო და მაგამდე ეწევდი 6 თვე ნიკოტინისგან განთავისუფლება ჭირდება ჯერთი 6 თვე არ ჭირდება სისხლს რომ ნიკოტინისგან განთავისუფლდეთ მოდით ასე ვთქვათ ბევრად ნაკლები დრო ჭირდება 10 დღეში შეიძლება გაკეთდეს ეს ერთი კვირა არის საკმარისი იმისთვის რომ სისხლი აბსოლუტურად გაიწმინდოს ნიკოტინისგან ეს ერთი მაგრამ მაგაში გეთანხმებით მე გეტყვით სახელმწიფო პოლიტიკას რაც შეეხება არსებობს ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია ექიმები დამეთანხმდებიან რომელსაც აქვს ესეთი ჩარჩო კონვენცია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის რომელსაც საქართველოს შეუერთდა 2005 წელს თამთა გასაგებია კონვენციები დოკუმენტი მიღებული კანონი თამბაქოს ეს ყველაფერი მაინც არ სრულდება არ სრულდება, იცით რატო არ სრულდება? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის მენტალობაზე, როგორ უდგება, როგორ პატივსცემს მის გარშემო მყოფებს. აი ხლა არის ესეთი ტენდენციაც, რომ თქვენ ჩემს უფლებებს არ ღვევთ როგორც მწეველის, იმიტომ რომ ამბობთ, რომ თქვენ არ უნდა მოწიოთ სადღაც, მაგრამ იმას არავინ არ უყურებს, თქვენ როგორ არ ღვევთ ჩემს უფლებებს. მაშინ როცა წელიწადის განმავლობაში 6 მილიონი ადამიანი მსოფლიოში იღუპება სწორედ იმ არაგადამდები დაავადებებით, რომლებსაც ეგრე თანმხლებია, ანუ მწეველებზე არის აქ ლაპარაკი და 6 მილიონიდან 600,000 გახლავთ სწორედ ასიური მწეველი, ანუ არა მწეველი, ხო? მე მინდა ვთქვა, რომ არ მიყვარს არცად რესტორანში დაждდომა, იგივე კაფეებში დაждდომა, იმიტომ რომ სახლში რომ მოვდივარ, სურვილი მაქვს გავაღო სარეცხის მაქან და შევჯდე მთლიანად, იმიტომ რომ თმიდა დაწესებული და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის საცვლით დამთავრებული ყველაფერს აქვს თამბაქოს სუნი. გასაგებია, გიორგი ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაგალითად აღარ დადიხარ დაწესებულებაში, სადაც მოწევა აკრძალული. კი, არ დავდივარ, არც ფასტ-ფუდებში დავდივარ, ან ყიდულობ და გამომაქ, რომ პრობლემა არ შემექცევს ან რაღაც. არა, სურვილი არ გქონია რომ დაგენებებინა მოწევისთვის თავი თუ ვერ არის. ვერ ვანებებ, იმიტომ რომ ეს სიამოვნებს და რაღაც კომფორტს მიგნის, ნუ არ აქვს ამ ადამიანს სურვილი რომ დაანებოს. ხო, არა იცით რა, სანამ ამ ადამიანს არ ექნება ნიკოტინისგან ინტოქსიკაცია ორგანიზმის, ეს ვერ მიხვდება რომ უნდა დაანებოს. შეიძლება შეგიწენა არანაირი ინტოქსიკაცია არ მქონია. არანაირი ჯანმრთელობა. მიხვდა რომ მე ყველაზე უბრალოდ მივხვდი რომ აი ეს როგორ უნდა მერეოდეს. არა, მე უკიდურეს შემთხვევაზე ვაღვთორებ ის რომ მას უნდა მოუნდეს ეს და თვითონ უნდა შეწუხდეს ამისგან. მაგრამ ესე ადვილია, როცა ექიმი გეტყვის, მოგვდები ზეგ თუ არ დაანებებ, ტოქსიკური ფეხმძიმება გაქვს, ფიზიკური, ესე ადვილია, მაგრამ როდესაც შენ ეს ხელს არაფერში არ გიშლის, რიტუალი მოგწონს, გიყვარს, რაღაცნაირად გამშვიდებს წესულ სიტუაციაში რო გიხარი. თუმცა არსებობს სანდიკო ალტერნატივი, მაგალითად იგივე ელექტროსიგარეტი, შენ დაგეხმარა? მე მინდა გავიცნო ის ადამიანი, ვინც ეს მარკეტინგული სვლა გააკეთა, მხოლოდ ფულისთვის. ეს არის დაღუპვა და მე აი საჯაროდ ბოდიში მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც მე ვუთხარი, რომ წადით და იყიდეთ ელექტროსიგარეტი. ეს არის დაღუპვა და სიკვდილი. ინდონეზია მარკეტინგული გათვლა. მარკეტინგული გათვლა. ჩემს გარშემო ვისაც ჰქონდა, ყველამ გადააგდო, ყველამ დადო, იმიტომ რომ თქვა რომ ეს ორჯერ მეტად ძვირი უჯდებოდა, იქ რაღაცა ნანიკომას აღნიშნა რომ სკუნთები თქვია, რომ უფრო მეტი ძალა უნდა ნაყოფს. აი რატო დავიწყე პირველად სიგარეტის მოწევა, იცი? არ ვეწეოდი სიგარეტს და ნუ შემომეპარა ეს ეშმაკი, რომ წადი გენაცვალე ელექტროსიგარეტი იყიდე. აი რაღაცაერთი ჩვევა მქონდა დათრგუნული რა ეს ჩემი ხელების მოძრაობა.
ვიყიდე ეს ელექტრო, ჯერ კარტრიჯებს არ ცვლიდი, აი უბრალოდ თვითონ პირში მედო და რაღაც რიტუალს თავს ვიტყობდი რა თქმა უნდა. მე დავიწყე ამ კარტრიჯების ყიდვა. მე მივხვდი რომ კაცო ერთი არ ყოფნის, იმიტომ რომ ერთს რო დაასრულებ ჯდება და სანამ დატენი ნევროზი გაქვს. მე ვიყიდე ორი ელექტროსიგარეტი, ერთი რომ შეერთებული მქონდა, მეორეს ვკაჩავდი. მე მივხვდი რომ რას სიგარეტსაც ვეწეოდი 2.70 ღირდა და დღეში თუ მჭირდებოდა 2 კოლოფი, ანუ 6 ლარამდე დაახლოებით, ამაში მჭირდება 17 ლარი დღეში. ანუ სამჯერ უფრო ძვირიანი პროდუქტიდან სიგარეტი ვიცი აწერია, რომ ამ სიგარეტში არის 0 რაღაცა კუპრი, 0 რაღაცა ნიკოტინი. ამაში არავინ არ იცის რა. მოდი პროფესიონალებს გითხოთ, ელექტროსიგარეტთან დაკავშირებით იყო დისკუსია, რეალურად არის თორე გამოსავალი ეს. ელექტრონული სიგარეტი გამოსავალი თავის განებებისათვის არ არის არადაირად მოწოდებული. თავიდან მართლაც მარკეტინგული სულა იყო სწორად აღნიშნა ნანიკომ და თუმცა ეს ძალიან მალევე სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაშკარავა და მისი რეკომენდაციები არის, რომ ის არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ თავი დაანებოს ადამიანმა მოწევას. ანუ ეს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა, კი, უფრო მეტიც სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა არის ასევე ის, რომ იგი ისევე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. ვინმე მამიხსნა რას მეწევი, რას ერთადერთი განსხვავება, რაც არის ელექტრონულ სიგარეტსა და ჩვეულებრივ სიგარეტს შორის არის ის, რომ არ არის მხუთავი აირი, CO მასში. დანარჩენი ნიკოტინი იმ კარტრიჯში არის ჩვეულებრივი ნიკოტინის თხევადი ნიკოტინი. არა, ზოგში არის ნიკოტინი, ზოგში არ არის. უკვე აეროზოლის სახით იღებს ადამიანი. ანუ ჩვეულებრივად იღებს იმ ნიკოტინის დოზას და ყველა სხვა ასევე ქიმიურ დანამატებს, რომელიც გემოს აძლევს, არომატებს და რაღაც სხვადასხვა საშინელება, მეგობრებო. და უფრო უარესი კიდე ამ ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით არის ის, რომ იგი არ არის მოქცეული იგივე რეგულაციების ქვეშ, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. მას არ აქვს წარწერა რა რა ზიანს აყენებს. მას არ აქვს არ ექცევა იგივე რეკლამის აკრძალვის რეგულაციების ქვეშ, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. ერთი და წამოვიდა და უარეს მოზარდებზე მიყიდვა. და სწორედ გათვლილია მოზარდებისთვის, იმიტომ რომ აქვს შოკოლადის არომატი, კარამელის არომატი, იმის სხვადასხვა ასეთი არომატები, რომელთაც აინტერესებენ მოზარდებს. მოდი გიორგი ასანიძე დავპატიჟოთ პარლამენტის წევრი სტუდიაში ახლა და მასთან ერთად გავარკვიოთ, როგორ უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. მარტო აკრძალვები. გიორგი, რეალურად კანონი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ამ კანონს ხშირად კანონმდებლებიც არ ღვევენ, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მინახავს პარლამენტში, სადაც დეპუტატების დიდი ნაწილი ეწევა იქ, სადაც არ უნდა მოწიონ სიგარეტი. რა თქმა უნდა, გისმენდით თელ გადაცემას და ძალიან ძნელია განსაჯო რა არის კარგი, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ კარგი ამას ყველა ვეთანხმებით. ვფიქრობ, რომ სიგარეტი ახლა ისეთი თემაა, რომელიც საუკუნეები ეწევა ფაქტიურად ადამიანები და ეს პრობლემა ვერ აღმოფხვრეს. ნამდვილად ქიმიაში. ეს კავშირშია ბევრ რამესთან, ალბათ პირველ რიგში თვით შეგნებასთან. მე მგონი თვით ადამიანს უნდა უნდოდეს რომ დაანებოს სიგარეტის თავი, რომ ის იყოს ანუ ამ ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს ხელი ცხონდა შეუწყო. მაგალითად ნანიკოს უნდა და თავის დანებები და ვერც ვერ იყო ადამიანი, რომელიც მას ასწავლიდა. რეალურად დღეს ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც გწალავს იგივე სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ეს რჩება მხოლოდ ფურცელზე. იგივე პარლამენტში, სადაც ეს კანონი მიიღეთ, ხო, ძალიან ხშირად დაინახავ დეპუტატს, რომელიც ეწევა იქ, სადაც არ უნდა ეწეოდეს. მე რა დავაჯერებ, რა. არის მე მაგალითად გარკვეული პერიოდი ეწეოდი, ვიყავი მწველი, მიუხედავად ჩემი აქტიური სპორტული ცხოვრებისა, მაინც ვიყავი და ვიყავი რეგულარული მწველი, სამწუხაროდ. თუმცა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ჩემთვის ცუდი იყო, ჩემი ჯანმრთელობის ცუდია და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს დამენებებია თავი და აღარ ეწევი. სწორი პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ, თუ რატო არის მავნებელი სიგარეტის მოწევა, რაც ალბათ ინფორმაცია ყველაზე კარგი პრევენცია. ამიტომ როდესაც ეს ინფორმირება იქნება, მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ასეულ ადამიანს გადავარჩენთ, ხო? რაც შეეხება ახლა თვითონ ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯები გადაედგა საკანონმდებლო ორგანოზე, თუმცა ამას არ ვასრულებს შენ, მე და ვიღაც არავინ არ ვასრულებს ჯერ. ორი ადამიანები. ახლა კანონზე ეს კაღალზე რო დაეწერა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევეცადოთ ეს კულტურა შევიტანოთ ცხოვრებაში, ხო, განახორციელოთ. არ ვასრულეთ ეს ჩვენი დანაშაულია კიდევ და კიდევ ვამბობ. თუმცა არის ადამიანები, რომელსაც უნდა მოწევა, ხო, იგივე თქვა თურქეთში, ახლა ყველა ყოფილვართ აეროპორტში არის სპეციალური პასპორტი, მოსაწევი ადგილი გადის ეწევა, ხო? ასეთ რა თქმა უნდა, ვინც ეწევა, იმისთვის უნდა იყოს ადგილი, რომ მან მოწიოს.
თუმცა ამის გამო არ უნდა შეწყვეტდეს სხვა. ციხეში დავკეტო და არ მომაწევინოს აბა საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი ფორმირება რომ მოვახდინოთ რეზუმე რომ გავაკეთოთ. საზოგადოების აზრი ალბათ არის გიორგი ის რომ უნდა იყოს გამიჯვნა. რომ შედიხარ უნდა იყოს არამწეველთაც და საქართველოში ეს რო არის გამწვევების სისტემა აზრი არაა პირდაპირ რა. ასეთეს თუჯდება ბიზნესმენს დაუშვეს ასოციაციას და გააკეთოს კარგი გამწვევების სხვადასხვა ადგილას. კარგი ვენტილაცია რომელიც უნდა ვაღებია არ ვარ ამ დროს. ნიკოტინი ჰაერში არის მაღალი რაოდენობით ზოგადად, რომელიც გარკვეული მოთხოვნას იწვევს. ახლა მედიცინად რამდენად მე სწორად თქვი ეს ტერმინი არის, მაგრამ ეს არის, იმიტომ რომ იგივე თქვა გამონაბოლქვი არის და მიეჩვია ადამიანს და ეს ინტოქსიკაცია გარკვეული რაოდენობით უკვე გვაქვს ორგანიზმში, ხო ესეა რა? ანუ ადაპტირებულები ვართ ჩვენი ორგანიზმი. რაღაცა დოზით ვართ, კი, ალბათ, თუმცა კიდევ ამისთვის კარგია რომ იყოს ბევრი ფიტნეს დარბაზები გახსნილი, ბევრი სპორტული ნაგებობები. გარემო შეგვიცვალეთ. სწორი ინფორმაცია, რომელიც მე ვფიქრობ რომ ხელს შეუწყობს ამ მავნე ჩვენ ძალიან მალე ახლოვდება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და ბუნებრივია შეიძლება რაღაც ბევრი პრომო აქციის მე დაგეგმა. მაქვს ერთი წინადადება თქვენთან. ჯერ ერთი აიგერ პარლამენტარია და ასე ვთქვათ თითქმის ერთ საქმეს ვაკეთებთ ახლა მეც მაქვს რაღაცა შეხება ამ ყველაფერთან და მე ვთვლი რეზუმეს სახით რო გითხრათ, მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს საბავშვო ბაღებიდან. რაღაცა დოზით უნდა ბავშვებს მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ რა არის ცუდი და რა არის კარგი. რა თქმა უნდა მშობლები უნდა მივიდნენ იმ შეგვნებამდე რომ თვითონ ბავშვებთან ერთად არ მოწიონ და მინიმუმ პასიური მწეველები არ განხადონ ბავშვები. სწორედ 31 მაისს გახლავთ იცით თქვენ ეს დღეს მსოფლიო აღნიშნავს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. უკვე დღეს არის ეს ყველაფერი დაწყებული და დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს ამისთვის არის ესეთი სლოგანით ჩააქერი და გამომყევი. ანუ ეს დაიწყეს კალათბურთელებმა როგორც მე ვიცი და მე ძალიან მინდა იქიდან გამომდინარე რომ თქვენ გადაცემის აქტიური მაყურებელიც ვარ ხშირად ვარ თქვენთან სტუმრად მე მინდა შემოგთავაზოთ აი 31 წუთში 100 გრადუსი ცელსიუსით პირველი იქნება ალბათ დავპატიჟოთ ყველა ადამიანი რომელიც სტუდიაში არის დავპატიჟოთ ყველა ვინც სტუდიაშია გავაკეთოთ ესეთი ჩააქერი და გამომყევი აი ანახაურ გვერდში დაგიდია და დაგიდია მე მინდა გითხრათ რომ არის როგორი ის რაღაც ლევა შენ იქნები ამ აქციის თავარი სახე ჩააქრე და გამომყევი ან ის რაღაცა წამო ეხა ჩააქერი გამომყევი და და რა არა ეს მითხოვნა თუ იქნება არა მე რას ვიძახი თავიდანვე მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სულ აღვნიშნავ, ძალიან ცუდს ვაკეთებ რო ვეწევი, მაგრამ ამაზე სწორი მიდგომა. ეგ ძალიან კარგია რომ ბაღიდან განაისვა, აუკრძალო შენ თუ მოწევ. არა, ახსნა, ეს არის კარგი და ეს არის ცუდი. აი ესე უნდა ჩაუდო ადამიანს თავში. ბავშვები, მე რო დამიჯდეს ვიღაცა. ძალიან მაგიზიანებს მოვაყრე და გეგონება 9 კაცის მკვლელი ვიყო, ესე მიყო, აუ, ჩემზე კაი ტიპი ხარ, შენ რო არ ეწევი თუ რა. შექმნიდან პირველი რაც იყო ეს აკრძალვა ვაში არ მოვიჯდა. აღწევას შედეგი არ გამოვიდა. იქვე ნახეს და გასინჯეს ეს ნაყოფი. აკრძალვა მოყვე ნახეთ ჩვენ რა მოგვიდა და სამოხიდან გამოყარეს ამის გამო. კი არ უნდა აკრძალო. ლამაზად უნდა მიაწოდო. აი სწორედ ის რომ ადამიანები ახლა ნინო გიორგობიანი მოვიდა ჩვენთან ერთ სტუდიაში სიურპრიზი და ის ძალიან კარგ სტიმულს მისცემს ადამიანებს. რომლებიც ებრძვიან თამბაქოს მაგალითად, ბუნებრივია ვერავის ვერაფერს ვერ აუკრძალავ სახში, ვისაც უნდა მოწევს ან არ მოწევს, ეს მათი კანონიერი უფლებაა და მათი თავისუფლებაა, თუმცა შეიძლება სტიმულირება მოახდინო მაგალითად ადამიანებისა, რომლებსაც მოუწოდა სხვადასხვა გზებით, რომ სჯობს, რომ არ მოწიო. ნინო, შენ მინდა რომ თავად თქვა შენი სიურპრიზის შესახებ, სხვა შორის ყველაზე ყურადღებით უსმენდა გადაცემის ყველა მონაწილეს. სამ რომ აიკრძალა სიგარეტი, დედამიწაზეც უნდა იკრძალოს. აი ეს თქვით პირველში. კარგი, ნინო. მე მინდა თქვა ჩემი მოსაზრება პირველ რიგში. ციხეში გზავნი მინსკში. არა. უფრო კაი ადგილი. მე მინდა ესეთი რეზუმე გავაკეთო დღეს ვაკვირდებოდი ყოველას მოსაზრებას, ვინ როგორ უდგებოდა სიგარეტის თავის დანებებას, ვინ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი მოდის მაინც ადამიანის ცნობიერებიდან. არანაირი აკრძალვა ამაზე არ მოქმედებს და გიორგის ვეთანხმები იმაში, რომ უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამით უფრო მეტ შედეგებს მივაღწევ. აქვე მინდა ერთი ჩემი სიურპრიზი გავამხილო. მე უსმენდი ნანიკოს თელი ეს 2 საათია და მივხვდი რომ ძალიან ბევრი ეტაპი გადავახა იმისთვის რომ დაენებებინა სიგარეტისთვის თავი. საუბრობს გარემოს გამოცვლაზე. იმედია მინსკის ციხეში არ გიშვებს. მე მგონი. მინსკის ციხეში არ გიშვებ, მაგრამ ჩვენი ტურისტული კომპანია აირზნა ჰოლიდეი შენ გასაჩუქრებს ორკაციანი საგზურით 5 ვარსკვლავიან. ვაუ! თავისი ავიაბილეთით სასტუმროთი ვინც გინდა წაიყვანა და კიდევ ერთხელ გავაუცადე გარემო. ამას გოგაძლევდი. ქვეყანა.
ფანტასტიკური საჩუქარია, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო თურქეთში აიზენა ჰოლიდეისგან. უბრალოდ ახლა აზრი არ ქონდა ეგეთი საჩუქარი ლევანიც გაეკეთებინებთ. ის მაინც არ დაანებეს. აი, არამწოვებს გაუკეთეს რა. პოლარიზაცია, აი რატომ უნდა დაანებო სიგარეტს თავი? არა, ნანიკო დაგიფასდა სიგარეტის თავის დაანებება. არამწეველების ოთახში იცხოვრე. აი, აქედან გამომდინარე, რომ ესეთი საჩუქარი მიიღეთ, ესეთი мотиваცია არის მისთვის, რომ აღარ მოწიოს, თუნდაც იმიტომ რომ რაღაც მიიღო საჩუქრად. მე მინდა ნანიკოს შევთავაზო, აი ის აქცია, რასაც ჩვენ ერთად გავაკეთებთ, 100 გრადუსი და საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის არის ესეთი ფონდი, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ და სწორედ ამიტომ გთავაზობთ, რომ 100 გრადუსმა გააკეთოს ეს ჩვენთან ერთად 31-ში პირველი წამყვანი იქნება, პირველი ნაბიჯის გადამდგმელი ნანიკო ამაძე. ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი იწვალა და სიგარეტს თავი დაანება. ნათელი ფანტასტიკური საჩუქარია ნანიკო გილოცა. ამან ეგრე ბეჭედი გამიძვა. ნანიკო, აფსტრი და წამყვანი არ იქნები პრეზენტაციაზე? რისი? პაბს. რამდენს გადავიხდი წამყვანი? რატო არ მოსთხოვე? არა, აქ მათ საჩუქრები გაუკეთეს. დიდი მადლობა აიზენა ჰოლიდეის. გავაკეთო, ლევანიც უნდა გავაკეთო. ერთი წუთი რა, განმარტება უნდა გავაკეთო, აიო, არ წამოხვალო პაბის გახსნას და რაღაცა. ნანიკო, იმიტომ ამოვირჩიე დღეს მე ამ გადაცემაში და იმიტომ მივეცი აიზენა ჰოლიდეისგან ეს საგზური სწორედ მას, რომ ამ ადამიანმა თავიდან ბოლომდე გაითავისა, რას ნიშნავს, რომ ეწევი არის ძალიან ცუდი, ხო? თავის თავში გაითავისა. და ჩვენ მინდოდა აქედან ისეთი და არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადამიანმა იწვალა, ამდენი ხანია წვალობს დღემდე. გარემოს ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა ვინც შემოგვიერთდა და გადაცემის ამ ორი ნაწილის განმავლობაში სწავლა დისკუსიაში ჩაერთო. ნანიკო ხაზარაძე ადამიანი რომელმაც მოწევას თავი დაანება მშვენიერი საჩუქრით თოვებს დღევანდელ სტუდიას. შეიძლება იყოს ბევრისთვის სტიმული. მოწევა მავნებელია, თუმცა გადაწყვეტილება თავად თქვენ უნდა მიიღოთ და დღევანდელი გადაცემის შემდეგ თავის თავს საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა. გიღირთ თუ არა თამბაქო იმ ყველა ნეგატიური პროცესის პარალელურად, რომელსაც ის თქვენს ორგანიზმში იწვევს. შემდეგი ცხელი თემით ისევ პარასკევს, ისევ 23 საათზე და ისევ იმედზე შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.